მზია ამაღლობელმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ აღნიშნულია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის წერილში, რომელიც ბათუმელების რედაქტორმა ეთერ თურაძემ ჟურნალისტებს კლინიკა ვივამედთან გააცნო. ხატია ჯამალაშვილი შემოგვიერთდება დეტალებით, ახლა პირდაპირ ეთერში ხატია გისმენთ. 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ჩვენ გავიგეთ მზია ამაღლობელის მიერ ვივამედიდან გამოგზავნილი წერილის დახმარებით. ეს წერილი დღეს ჟურნალისტებს 2 საათზე გამართულ ბრიფინგზე მისმა კოლეგებმა წაგვიკითხეს, როგორც წერილში მზია ამაღლობელი აცხადებს იმ ფონზე, როდესაც ბათუმში ასეთი ტრაგედია დატრიალდა და ოცნების ქალაქში დაიღუპა 2 არასრულწლოვანი მოზარდი, მისთვის ძალიან მძიმე არის, რომ საზოგადოება წუხს მის ჯანმრთელობაზე, სწორედ ამიტომ მზია ამაღლობელმა გადაწყვიტა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და ექიმების დახმარებით დაიწყოს კვება. მზია ამაღლობელმა ასევე მადლობა გადაუხადა 2 დაკავებულ პატიმარს, რომლებიც ასევე მისი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდნენ და მზია ამაღლობელმა მოუწოდა მათაც, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. ასევე მადლობა გადაუხადა მის ოჯახის წევრებს და განაცხადა, რომ ბრძოლა გრძელდება და მის ნაცვლადაც უნდა იბრძოლონ მისმა ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და კოლეგებმა. მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს გადაწყვეტილებას გავიგეთ მზია ამაღლობელის შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, უკვე სპეციალური განცხადება გააკეთა კლინიკა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ და მადლობა გადაუხადა მზია ამაღლობელს იმისთვის, რომ გაითვალისწინა ექიმების რეკომენდაცია და შეწყვიტა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ასეთი გრძელვადიანი შიმშილობის პროცესი მიმდინარეობდა, არის გარკვეული რისკები, არსებობდა ასევე დიდი რისკები სხვადასხვა ორგანოების დაზიანების. სწორედ ამიტომ ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ პირველი 2 დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც მზია ამაღლობელი სპეციალური პროტოკოლის და სპეციალური მენიუს დახმარებით დაიწყებს კვებას. ის იქნება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, ექიმების ჯგუფის ყურადღების ქვეშ, ასევე მას ჩაუტარდება სხვადასხვა ტიპის კვლევები, თუმცა ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ ახლა არის კვების პროცესი დასაწყები და საკმაოდ არსებობს ჯერ კიდევ რისკები, რომ ეს პროცესი წარიმართოს, თუმცა ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ კლინიკა ვივამედის ექიმების ჯგუფის სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ ასეთ პროცესის წარმართვისთვის. ბათუმში ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის 2 არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. თხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ. მე მინდა უბრალოდ რომ მადლობა უთხრა მზიას ამ გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ ეხა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მანამდე. ძლიერები იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ როგორც მზიას, ასევე ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთვის. მან სრულად გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები, რაზეც ამ დღეებში იყო საუბარი, თუნდაც გუშინ გაკეთებული ჩვენი მიმართვა მისი კოლეგების მიმართ და ჩვენაც ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ ჩვენ თელი ეს დღეები ჩვენ ვცდილობდით, რომ მიგვეღწია ამ შეთანხმებას. 30 დღის შემდეგ ყოველი დღე მოსალოდნელი არის სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან. დავიწყებთ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ კურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ის რაც უკავშირდება თუნდაც პრევენციას, ეგრეთ წოდებული რეფიდინგ სინდრომის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, ძალიან რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან. განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პირველი 2 დღე არის სპეციალური მენიუ შეთავაზებული, შემუშავებული, დამტკიცებული ეს რეფიდინგ პროტოკოლი და შესაბამის კურნალობასთან, თანხმლებ კურნალობასთან ერთად განვითარდება ეს პროცესები. დაახლოებით 1 საათში მზია ამაღლობელის მონახულებას გეგმავს მისი ადვოკატი ჯუბა ქათამაძე. ვნახოთ რა ინფორმაციას მიიღებს ის ჟურნალისტისგან. მე შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ აქციაზე 12 იანვარს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს და მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარეს და ის გადმოიყვანეს კლინიკა ვივამედში და სწორედ აქ გადის ამ დრომდე მზია ამაღლობელი მკურნალობის პროცესს. მადლობთ ხატია ჯამალაშვილი საუბრობდა აღია ეთერში.